მოგესალმებით ყველას. ჩვენ ვართ გიორგი და ანიტა. უკვე 2 წელია, რაც მოგზაურობთ სოფლიოს ირგვლივ, მოვიარეთ 25 ქვეყნამდე და ვნახეთ სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. თებერვლის მიწურულს ვიმყოფებოდით გუდაურში, სადაც ჰქონდა 5-დღიანი აქტიური სრიალის დღეები. ამ პერიოდში თვალში მოხვდა ვილ სმითის ვიდეო, რომელშიც იგი ძალიან დიდი ემოციებით ლაპარაკობდა, თუ როგორ გადმოხდა დუბაიში პარაშუტიდან და რამხელა ემოციები და შთაგონება მიიღო. რამაც ჩვენს გაგვიჩინა სურვილი გაგვიარა ანალოგიური ცხოვრების გზა. დაუყოვნებლივ შევიძინეთ ინტერნეტის საშუალებით ბილეთები დუბაის სკაიდაივში და სათხილამურო ეტაპის ამოწურვის შემდეგ დავიწყეთ ჩვენი ერთკვირიანი ახალი თავგადასავალი. გავემართეთ თბილისის აეროპორტისაკენ, სადაც ბილეთები დაგვიჯდა დაახლოებით $300 ორ ადამიანზე, რადგან გავუფრინდით თავდაპირველად აბუ-დაბიში. დავაზუსტեմ, რომ აბუ-დაბი ნაკლებად ტურისტული ქალაქია, რის გამოც უფრო იაფია ბრენა, ვიდრე პირდაპირ დუბაიში, მინიმუმ ორჯერ. ხოლო აბუ-დაბიდან უკვე ავტობუსის საშუალებით გავეშურეთ დუბაის მიმართულებით. გზას დასჭირდა დაახლოებით 2.5 საათი და $20. დუბაიში არის რამოდენიმე ადგილი, რომელიც აუცილებლად სანახავია და მათ შორისაა დუბაი მარინაც. ესაა ადგილი, სადაც ხელოვნურად შექმნეს მდინარე და მის ირგვლივ ააშენეს ცათამბჯენები. და ასევე, რა თქმა უნდა, აქვეა მთავარი სიმბოლო აღნიშნული კუთხის ხელოვნური პალმა. აქ ვიქირავეთ ბინა, რომელიც იმაზე მაღლა აღმოჩნდა, ვიდრე მე ველოდებოდი. ეს იყო 56 სართული. ზევიდან ხედი ძალზედ ლამაზი იყო, მაგრამ ლიფტის ლოდინის დრო ზოგჯერ 10-დან 20 წუთამდეც კი შეადგენდა. აღნიშნული ადგილი საცხოვრებლად ავირჩიეთ, რადგან ჩვენგან საპარაშუტო ადგილი 10 წუთის სავალზე იყო ფეხით. და ჩვენ გვინდოდა დილით გადმოხტომა, რადგან დღის განმავლობაში უკვე ძალიან ცხელოდა და სიცხე იწვევს გარკვეულ დისკომფორტს მომზადების და გადმოხტომის დროს. დუბაი მარინაზე გავჩერდით 3 დღე და ამ პერიოდში დავათვალიერეთ 2 პარკი მიმდებარე ტერიტორიებს. ესენია ყვავილების პარკი Miracle Garden, რომლის ფასიცა $28 ადამიანზე და Global Village, რომელშიც შესვლა ღირს $8, მაგრამ შიგნით უამრავი ატრაქციონია და სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებია, რომელშიც დამატებით დაგჭირდება დამატებითი თანხა. ასევე დაიმახსოვრეთ, როდესაც წახვალთ დუბაიში, თქვენთვის იქნება ხელმისაწვდომი გადაადგილების 2 საშუალება, ესაა მეტრო და ტაქსი. თუ რამოდენიმე დღით ხართ, დააპირებთ დუბაის სხვადასხვა ადგილების შემოვლას, ჯობია იყიდოთ დუბაის მეტრომანი და ზედ თანხა დარიცხოთ. და რასაკვირველია, არ დაგავიწყდეთ, რომ დუბაის მეტროში არის მანდილოსნებისათვის ცალკე ვაგონი, რომელშიც მამაკაცებისათვის შესვლა აკრძალულია და რის გამოც შეიძლება ჯარიმაც კი მიიღოთ. ტაქსს რაც შეეხება, დუბაიში ძალიან განვითარებულია აღნიშნული გადაადგილების საშუალება. და ყოველი ქუჩის კუთხეშიც კი იპოვით მათ, მაგრამ ყოველთვის გააჩერეთ ისეთი ტაქსი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი აღნიშნული ნიშნები, რადგან ნებისმიერი სხვა ინდოელი იქნება თუ პაკისტანელი, ყოველთვის შეეცდება მოგატყუოთ და გადაგახტევინოთ მინიმუმ რეალურ ფასზე 3 მეტი, რაც ჩვენს გამოვცადეთ, ჩვენს თავს, მაგრამ სამწუხაროდ საბედნიეროდ ინდოელს ამჯერად კოვზინაც არ ჩაუვარდა. რაც შეეხება ყვავილების პარკს, იგი ძალიან ლამაზია და ნამდვილად ღირს მისი დათვალიერება. მას გააჩნია გარკვეული კუთხეები, სადაც გამოყენებულია უამრავი ყვავილების სხვადასხვა ქანდაკებების თუ ნივთების სილამაზის სხვა რაკურსით გადმოსაცემად, რამაც შეიძლება გაგაოცოთ კიდეც. მაგრამ პარკის სრულად დათვალიერების დროს ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს პარკი არა ყვავილების, არამედ სმურფიკების ფილმის თემატიკაზეა შექმნილი. ასე რომ თუ ბავშვებთან ერთად მიემგზავრებით, აღნიშნული პარკი ძალიან მოგეწონებათ. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, დაათვალიეროთ და დაესწროთ ყველა ღია ადგილს ან ღონისძიებას დილით ან საღამოს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მარტის დასაწყისში ვიმყოფებოდით, შუადღით მაინც ძალიან ცხელა, რაც გარკვეულ დისკომფორტს იწვევს. ასევე ყოველთვის ძალიან იქონიეთ სასმელი წყალი. ასევე ჩვენი რჩევა იქნება, როდესაც აღნიშნულ პარკში შედიხართ და ყიდულობთ ბილეთებს, ასევე ფასდაკლებით ყვავილების პარკის ბილეთების ყიდვისას გთავაზობენ პეპლების პარკის ბილეთებს,
რომელიც აღნიშნული პარკის გვერდით იმყოფება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ მეორე ბილეთი პეპლების პარკში, რადგან პირველი პარკის დათვალიერების შემდეგ თქვენში არსებული დადებითი ემოციები მეორე პარკში სრულად გაქარწყლდება, რაც სამწუხაროდ ასევე ჩვენს თავზე გამოვცადეთ. მეორე დღეს დავათვალიერეთ დუბაი მარინას მიმდებარე ტერიტორია. ვიყავით ზღვის პირას, მაგრამ იმდენი ხალხია და ისე ცხელა, ბანაობის სურვილი დიდად არ გაგვჩენია. And now we are going to Global Village Park. ანა გროზინსკამ. ეხლა მივდივართ ახლა მიდევარ Global Village. Global Village. საღამოს გავემგზავრეთ Global Village-ში, სადაც ერთ ადგილას აშენებული აქვთ სხვადასხვა ქვეყნის კუთხეები თავიანთი ღირსშესანიშნაობებით, ულამაზესი ბაზრებით და ატრაქციონები. მასში შესვლა $8 ღირს ადამიანზე, მაგრამ შიგნით სხვადასხვა ატრაქციონების სარგებლობისათვის დაგჭირდებათ დამატებითი თანხა. ჩვენი რჩევა იქნება, რომ აუცილებლად ეწვიოთ აღნიშნულ პარკს საღამოს პირას და დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან მოგეწონებათ. როგორც იქნა მოგვივიდა მესამე დღე და გავეშურეთ მიზნის შესასრულებლად. ძალიან გაგვიხარდა, რომ თითქმის იდეალური ამინდი იყო, არ იყო ღრუბლები და რაც მთავარია, ქვიშიანი ქარი. სკაიდავი დუბაიში რომ მივედით, დაგხვდა მანდილოსანი, რომელიც დაგვეხმარა ელექტრონული რეგისტრაციის გავლაში. დაიმახსოვრეთ, რომ რეგისტრაციის დროს აუცილებლად მიუთითეთ თქვენი მოქმედი მეილი და გადაამოწმეთ ორჯერ, რადგან გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალა 2 დღის ვადაში მოგივათ თქვენს ელექტრონულ მისამართზე. შემდეგ გადავედით რეგისტრაციის მეორე ეტაპზე, სადაც აგვწონეს, რადგან 100 კილოგრამი მეტ წონის ადამიანებისათვის აღნიშნული ხტომა აკრძალულია. მოგცეს სპეციალური მოწყობილობა ტაიმერით და ბრასლეტები, რის შემდეგაც გადავედით სპეციალურ მოსაცდელ ადგილას და ველოდებოდით, თუ როდის გამოსცემდა მოწყობილობა ხმას, რაც შემდეგ ეტაპზე გადასვლის ნიშანი იქნებოდა ჩვენთვის. ამ დროს თვალს ვადევნებდით, თუ როგორ ეშვებოდნენ სხვა ადამიანები პარაშუტით და სულ გაკვირვებით ვუყურებდით. დახრთოვანებულებიც კი ვიყავით ამ ადგილით, რადგან ყველა, ვინც აფრენის წინ მოდიოდა და ელოდებოდა თავის დროს, ყველა შეშინებული იყო. სახეზე ყველას ეტყობოდა, რომ მზად არავინ არ იყო. იყო ეს მანდილოსანი 20 წლის თუ მამაკაცი 40 წლამდე. თითქმის ერთი და იგივე ემოცია იკითხებოდა სახეზე, ეს იყო შიში. მაგრამ არც ერთს არ დაუხევია უკან. ყველა გაემართა წინ საკუთარი შიშის დასამარცხებლად. შეიძლება იფიქროთ, რომ როდესაც გადახდილი გაქვს $750, უკან აღარავინ აღარ დაიხევს, მაგრამ ასე არაა. იქ ზოგიერთი ადამიანი ისეთი კატეგორიის წარმომადგენელი იყო, რომ ეს თანხა მათთვის დიდ მნიშვნელობას არ წარმოადგენდა, მაგრამ ისინი იქ მოსულები იყვნენ საკუთარი შიშის დასაძლევად. დამიჯერეთ, არც ერთ ადამიანს, რომელიც დაეშვა და მე პირადად ნახე, აღარ აღენიშნებოდა შიშის სახეზე. პირიქით, ყველა ბედნიერი იყო, ყველა გახარებული, მომცინარე და პოზიტივით დამოხტული. და ამიტომაც მიკვირდა, თუ ერთ ადგილას როგორ გადიოდა ადამიანი საკუთარი ცხოვრების გარკვეულ მანძილს შიშიდან სიმამაცემდე, სასოწარკვეთილებიდან, სიმტკიცემდე, უსუსურობიდან, გამბედაობამდე. დაახლოებით 20 წუთიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა ჩვენი დროც მოვიდა, რაც ჩვენთვის მოცემულმა მოწყობილობამ გვამცნო. მეორე ეტაპზე აგვიხსნეს, რომ თვითმფრინავის საშუალებით აგვიყვანდნენ 4000 მეტრს სიმაღლეზე და გადმოხტომის შემდეგ ვარდნა გაგრძელდებოდა 50 წამი, რის შემდეგ ინსტრუქტორი გახსნიდა პარაშუტს და დაახლოებით 4 წუთიანი ფრენის შემდეგ დავეშვებოდით სპეციალურ ადგილას. ამის შემდეგ გაგვანაწილეს ინსტრუქტორების მიხედვით. ინსტრუქტორები ძალიან გამოცდილები აღმოჩნდნენ. ჩემი ინსტრუქტორი სლოვაკი იყო და აღმოჩნდა, რომ დღეში 7-8 ხტომას აკეთებდა. სულ მთლიანობაში ჰქონდა 24000 გადმოხტომა შესრულებული, რამაც ძალიან გამაკვირვა. პარალელურად საუბრის დროს მივიღე სპეციალური ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა შემოქმედა გადმოხტომის და თავისუფალ ვარდნის დროს. ძალიან მაინტერესებდა, თუ მე რას ვიგრძნობდი, რამდენად შემეშინდებოდა უშუალოდ აფრენის და გადმოხტომის დროს და ამიტომაც ინსტრუქტორს თხოვე, რომ ჩვენ ჯგუფში პირველი ჩვენ გადმოხტარიყავით. ასევე, როდესაც ავფრინდით, გრძნობდი, რომ არ მეშინოდა, პირიქით მიხაროდა და მეჩქარებოდა, რაც შეიძლება მალე გადმოხტომილიყავით. რაც შეეხება ემოციებს, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. მახსოვს, რომ როდესაც გადმოხდი, შიში საერთოდ არ მქონდა. ვიყავი ბედნიერი, გახარებული. მიხაროდა, რომ იმ წამს იქ ვიყავი.
ასეთი სილამაზით გვებოდი ჩემს ქვევით და აღნიშნული ნაბიჯი, რომ გადავდგი უსასრულობაში 4000 მეტრის სიმაღლეზე, ძალიან სიამოვნებაა. გაგიკვირდება და არც მე და არც ანიტას დაჯდომის მერე უმრავლესი მომენტები არც კი გვახსოვს. გვახსოვდა რომ გადმოვხდით და როგორ შევეხეთ მიწას ფეხით. სანამ მეორე დღეს ვიდეო არ გამოგვიგზავნეს და ახლიდან არ ვუყურეთ, მანამდე მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ემოციები და ჟღუანტელი გვახსენებდა თავს, როდესაც ვცდილობდით რაიმე გაგვხსენებოდა. ყველას უსურვებთ აღნიშნულის გამოსვლას, ვინსაც სურს საკუთარი საზღვრების გაზრდა და გარკვეული შიშების დაძლევა. გადმოვხდით პარაშუტიდან, შესაბამისად, აქ აღარაფერი გვესაქმება, გადავდივართ ბურჯ ხალიფას მიმართულებით და 1-2 დღე იქ გავატარებთ დროზე. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ დუბაი მარინიდან ბურჯ ხალიფის მიმართულებით გადასვლა და 1 დღის მანძილზე იქ ვათვალიერებთ ღირს შესანიშნაობებს. ისტორიებით თავს აღარ შეგაწყეთ. მოკლედ, გაჩვენებთ სასტუმროს, რომელშიც ერთი ღამე $200 დაგვიჭდა და ასევე იმ სილამაზეს, რაც სასტუმროს წინ გველოდებოდა. მიუხედავად ყველა ატრაქციონის და პარკის, რომელიც აშენებულია დუბაიში, ყველაზე მთავარი ღირსშესანიშნაობა არის საღამოს მოცეკვავე შადრევანი და თვითონ ბურჯ ხალიფი. იგი განუმეორებელია. ისეთი გრძნობები გრჩება თითქმის ბავშვობაში დაბრუნდეს, სადაც ალადინის მულტფილმიდან ქალაქი აღიმართა შენს წინ და გაკვირვებით უყურებ და ვერ წარმოგიდგენია ასეთი სილამაზე ადამიანმა როგორ შექმნა. ყველას გისურვებთ აღნიშნული ადგილის ნახვას. დაიმახსოვრეთ, რომ შადრევნები მუშაობს საღამოს 7 საათიდან 11 საათამდე. ყოველი საათის ბოლოს მოცეკვავე შადრევანი ცეკვავს ტრადიციული მუსიკის ფონზე, ხოლო ყოველ ნახევარ საათზე თანამედროვე მუსიკის თანხლებით. მოგესალმებით, დუბაი მარინა. მოლიდან. всё. მეხუთე დღეს გადავწყვიტეთ დავბრუნებულიყავით ისევ აბუ-დაბიში, რათა ფრენა გქონდა უკვე მე-6 დღეს დილით. ქალაქში ვიქირავეთ სასტუმრო, რომელიც $80 დაჯდა. აღნიშნული სასტუმრო იყო აშენებული ზოოპარკის შუაში და შეგეძლოთ უფასოდ დაგეთვალიერებულეთ აღნიშნული ცხოველები. ძალიან პოპულარული ადგილი აღმოჩნდა ოჯახებისათვის, რადგან ბავშვები აღფრთოვანებულები დარვოდნენ და ათვალიერებდნენ ყველაფერს. საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, ჩვენი 5-დღიანი მოგზაურობა 2 ადამიანზე დაგვიჭდა დაახლოებით $2500-დან $3000-მდე. მაგრამ მოგონებები, რომლებიც წამოვიღეთ და დაგვჭირდა მთელი ცხოვრების მანძილზე, შეუფასებელია. ჩვენ კი ისე ვაგრძელებთ ჩვენ მოგზაურობას ახალი ქვეყნებისაკენ. თუ ჩვენი ისტორია მოგეწონათ, ან გაგიჩნდათ რაიმე კითხვა, კომენტარების ველი თქვენს განკარგულებაშია და ასევე გვერდის გამოწერის ღილაკი, როგორც ყველასთან ჩვენთანაც ვიდეოს ქვევითაა. კარგად იყავით.